რა მესი და რა რონალდო როცა ჩვენთან ყვარა როგორ არის ხელოვნური ინტელექტი როგორ უძლებს პროფესორო შენი გული ამ ყველაფერს მე დავბერდი თუ თქვენ ხართ მეტის მეტად ახალგაზრდები რომ ვეღარ უძლებს ჩემი გული ამ AI თუ რაღაცას საქმეზე გადავიდეთ პროფესორო მაგრამ აქეთ რემონტი მაქვს მოიცადეთ ერთ ნახევარ საათში მორჩება და გავაგრძელოთ ყვარასი არ იყოს ესენიც მე მგონი არაპირებენ გაჩერებას და მოდი შევუდგეთ საქმეს ქართველმა სუპერსტარმა ასე შეგვიძლია უკვე მოიხსენიოთ კი ბატონო ხსნილია ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგა მეორე დადო და ჰეითერები სხვენში შემოალაგა ახლა სხვა ინტონაციაზე გადავედით რა ვქნა ძმაო აბა რა არ დავაფიქსირო ჩემი აზრი ძმაო ჯანსაღი კრიტიკა იმისაღებია არ არის პროფესორო ეგ ყველაფერი გამოსავალია აქეთ კიდე დუგუ მაქვს დაწყებული მაგის კარიერა დასრულებულია და მაგის ფეხბურთი სულეგ იყო ეგ არ არის ჯანსაღი კრიტიკა პროფესორო ჯანსაღი კრიტიკა არის რომ აი დღევანდელი თამაში რაღაცა ვერ ითამაშა ხვიჩამ ხო დღეს ვერ თამაშობს რაღაც არ არის ფორმაში აი ესეთი რაღაცები კიდე შეიძლება მაგრამ შენ რომ ამბობ რომ ეს ფეხბურთელი ტყუილად გაბუქეს და ამის კარიერა დასრულებულია ეს არის არა ჯანსაღი კრიტიკა ასე შემიძლია ვთქვა ის ფეხბურთელები რომლებიც მომავალში აპირებთ რომ ეს საფეხბურთო კარიერა გაიკეთოთ დიდებული გზა გაგიკვალათ ამ ფეხბურთელმა რისთვისაც მე დარწმუნებული ვარ ძალიან მადლიერები ხართ მჯერა რომ საქართველოში კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო ვარსკვლავის აღმოჩენას ძალიან მალე ვიხილავთ საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრი კარგი მაღალი დონის ფეხბურთელი მოგროვდა რაც იმის იმედს გვაძლევს მომავალში რომ ჩვენს ნაკრებს ისე ვიხილავთ რომელიმე დიდ ფორუმზე ამასობაში ტრანსფერმარკეტის შეფასებით ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 90 მილიონიდან 140 მილიონი გახდა როგორც უკვე პოპულარულმა სპორტულმა გამოცემებმა გვაუწყეს ქართველი სუპერსტარი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აი ეს პრიზი გახლავთ, რომელიც უნდა გადასცენ ხვიჩას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის წილისყრის დროს რომ არის ხოლმე დაჯილდოება, წესით მაგ დროს. მოდი პროფესორო, დანარჩენები შენ გააგრძელე. გექნება რაღაც შენ მოსაყოლი ახალი ცინცხალი. მეტის ღაბრებისთვის გააზიარე ვიდეო და გამოიწერე გვერდი.